გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. საქართველოს ტურიზმია დღევანდელი წერტილის ფოკუსში. Welcome to Georgia 10 წლისაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წელს სექტემბერში გაიმართება, რითი იქნება განსხვავებული საიუბილეო ღონისძიება, ნომინაციებსა და სიახლეებზე რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს დამფუძნებელი პარტნიორი და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე უპასუხებს. Უდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართ მოყვარეობის სფეროში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან ტარდება. ის უკრაინელმა მარინა ჩაიკამ დააფუძნა, მაგრამ მას შემდეგ რაც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა, საქმე მაია სიდამონიძემ გააგრძელა. პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და სტუმართ მოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. Რა თქმა უნდა, დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ ტურიზმში არსებულ მდგომარეობაზეც, ორ რეალობაზე, რომელიც დომინანტობს ოცნების მთავრობის ეკონომიკური გუნდით ასწონებს ჯამურად ვიზიტორების და შემოსავლების ზრდით, მაგრამ ბიზნესის საკმაოდ დიდი ნაწილის შეფასებით სექტორში სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ამაზრზე არა მხოლოდ ინდუსტრიის კრიტიკულად განწყობილი წარმომადგენლები არ მიყვარს ასე დაყოფა ბიზნესის, მაგრამ როცა ოცნების მთავრობა ირწმუნება, რომ ყველაფერი არის კარგად, მათ შორის ტურიზმში, ალბათ მნიშვნელოვანია იმ ბიზნესმენების მოსაზრებაც, რომლებიც ოცნების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები, მაგრამ როცა მათი სასტუმრო თუ სასტუმროები არაა სავსე ტურისტებით, ან საკმარისად სავსე, ამას ამბობენ კიდეც და დახმარებასაც ითხოვენ. მაგალითად, 4 დღის წინ თურმე ლევან დავითაშვილი თავის მოადგილეებთან ერთად შეხვდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც ერთ-ერთი თემა იყო ტურიზმიც. ადრე მსგავსი შეხვედრები მედიისთვის ღია იყო და ჰქონდა საშუალება ყველა კითხვა დაგვესვამ, როგორც ბიზნესისთვის, ისე მთავრობისთვის, მაგრამ ახლა მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ. პრეს-რელიზებში მხოლოდ პოზიტივზე აქცენტი, რომ საქართველოს მიმდინარე წლის 3 თვეში ტურიზმიდან 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტული ნაკადები, რომ დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირ მიმართულებით დაფრინავს და ასე შემდეგ. გამოწვევებზე, პრობლემებზე, რაც ბიზნესს აწუხებს, კითხვებს ვსვამთ ჩვენ. მაგალითად, რეგიონებში ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირება და კურორტ აბასთუმნის ხელშემწყობი ღონისძიებები, ეს ის საკითხებია, რომელზედაც თურმე ამ შეხვედრაზე ლაშა პაპაშულმა ეკონომიკის მინისტრს და მის მოადგილეებს დაუსვა კითხვები ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირების აუცილებლობას. პაპაშვილი ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების მიუხედავად დაბალბიუჯეტიანი ტურისტების გაზრდილი რაოდენობით ხსნის, რომლებიდანაც მიღებული შემოსავალი ბიზნესს არ ყოფნის, სასტუმრო ბიზნესი კი გრძელვადიან მოცულობით ინვესტიციებს საჭიროებს. სტატისტიკურად ტურიზმი და შემოსავლები იზრდება, თუმცა ამაზეც ჰქონდა საუბარი, რომ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი შემოდის მაინც 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროში $70-80 რომ გადაიხდის სტუმარი არაფრისთვის ყოფნის, ამიტომ სახელმწიფოს ხელშეწყობა დარგისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, უთხრა BMG-ის ბიზნესმენმა ლაშა პაპაშულმა. საინტერესოა, რაც ფიქრობს ამ თემაზე მაია სიდამონიძე, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელიც შემდეგ კერძო სექტორშიც იყო და თავადაც ფლობდა და მართავდა სასტუმროს. მოკლედ, სასაუბრო ბევრი თემაა. მაია სიდამონიძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშდების მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა პირიქით ეთერისთვის. დიდი ხანია არ ყოფილხართ ჩვენი სტუმარი, ამიტომ თემა ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ დავიწყოთ მთავარი ამბით, რომელიც თქვენ გააგრძელეთ, ასე ვთქვათ, და ეს ბრენდი დღეს თქვენ გეკუთვნით, Welcome to Georgia. საიუბილეო დაჯილდოება არის წელს მე-10 სექტემბერში. მოგვიყევით უფრო მეტი, რითი იქნება გამორჩეული წინა წლებთან შედარებით ეს დაჯილდოება, რა ნომინაციებია გათვალისწინებული და ასე შემდეგ. პირველ რიგში გამორჩეული ნამდვილად იქნება ეს ღონისძიება, იქნება ნომინაციებით გამორჩეული, იქნება შეფასების სისტემით გამორჩეული, გადახალისდება, ასე ვთქვათ, და უფრო მეტი ეტაპები შემოვა, როგორც შეფასების ეტაპები, ასევე ჟიურის სხვადასხვა ექსპერტები, რომლებიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, მაგრამ ყველაზე მთავარი სიახლე რაც არის, გვინდა რომ ეს პლატფორმა იქცეს, ასე ვთქვათ, მულტიფუნქციურ პლატფორმად, რომელსაც ექნება ასევე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის
ღონისძიებები, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, ასევე knowledge hub-ი გვინდა, სადაც მოხდება გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. გვინდა იყოს პლატფორმა არა მხოლოდ ესეთი დაჯილდოების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სადაც ვაღიარებთ ჩვენ ერთმანეთის მიღწევებს წელიწადში ერთხელ მაინც განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმმა გადაიტანა, მეორეს მხრივ პლატფორმა, სადაც ვერთიანდებით ყველანი და ერთმანეთს ხალხს უწყობთ განვითარებასა და ასე ვთქვათ წინსვლაში. ნომინაციებს რაც შეეხება? ნომინაციები იქნება მრავალსექტორული, იქნება როგორც სასტუმროებზე, იქნება რესტორნებზე დავამატეთ ძალიან ბევრი საინტერესო ნომინაცია, მოცული იქნება ავიაციო სექტორის, მოცული იქნება ეგრეთ წოდებული experience-ები, ანუ ტურისტული გამოცდილებები და სხვადასხვა ტურისტული ბიზნეს სექტორები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია, მაგალითად მე გამოვყოფდი გასტრონომიის მიმართულებით არის Taste of Georgia, გემო საქართველოსი, ჩვენს სოციალურ მედიის, ასე ვთქვათ, არხებზე არის უკვე ეს აღწერილი და გამოქვეყნებული და ეხლა ვართ იმ ეტაპზე, რომ უკვე 30-ვე ნომინაციას უდეებთ, ვაქვეყნებთ, ვაცნობთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ინდუსტრიას და უკვე 20 რიცხვში ნომინაციებზე რეგისტრაცია გაიხსნება და ასე ვთქვათ, თამაში დაიწყება. ეს არის საინტერესოც, ხო, როგორ მიიღებენ მონაწილეობას მსურველები, ისინი თუნდაც ვინც პირველად მონაწილეობს, აი რა პროცედურები უნდა გაიარონ, ეს უფასოა? უფასო არ არის, პირველადი რეგისტრაცია ხდება საიტზე, ჩვენს ონლაინ საიტზე, სადაც უბრალოდ რაღაცა საბაზისო ინფორმაციას კომპანიაზე ავსებენ და ასე ვთქვათ, აგზავნიან, შემდგომში უკვე ჩვენი გუნდი უკავშირდებათ და უგზავნიან თითოეული ნომინაციის მიხედვით, რა თქმა უნდა, დოკუმენტაცია და ის მასალა, რაც მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში ჟიურიმ განიხილოს სხვადასხვა არის, ამიტომ ინდივიდუალურად უკავშირდებით და უკვე ვუგზავნით იმ მასალების, ასე ვთქვათ, სიას, რომელიც უნდა ერთი კვირის განმავლობაში გადმოგვიგზავნოს, შემდგომში უკვე ხდება შეფასების ეტაპი, ჩვენი, ასე ვთქვათ, ნომინაციები, რომელიც ახლა იხსნება 20-ში, 5 ივნისამდე early bird, ასე ვთქვათ, რეგისტრაცია იქნება, შემდგომში უკვე ივლისის ბოლომდე ჩვეულებრივი ტარიფით გაგრძელდება და აგვისტოს თვე მთლიანად დაეთმობა შეფასებას. რაც შეეხება შეფასებას, შეფასების ეტაპები იქნება სხვადასხვა, იქნება როგორც სხვადასხვა ჟიურის კომიტეტების, სასტუმროების მიხედვით ცალკე, ტურისტულების მიხედვით ცალკე და ბიზნეს სექტორების მიხედვით ცალკე დაყოფილი, ასევე იქნება public voting-ის კომპონენტიც, რომელიც არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ მომხმარებლის პერსპექტივიდან, როგორი ტიპის შეფასება, იქნება იდუმალი სტუმრის, ასე ვთქვათ, კვლევაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ბოლო ფინალისტებთან აუცილებლად ეს სტუმრებიან იდუმალი სტუმრები და რაც თავარია, გვინდა ეს შეფასება მაქსიმალურად იყოს წარმართული კონფიდენციალურად და ეხლა გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც სავარაუდოდ მომავალში ამას გადაიბარებს და მეც კი ღონისძიებამდე არ მეცოდინება, ასე ვთქვათ, გამარჯვებულების ფინალისტების ვინაობა. ანუ ჟიურიში იქნებიან, ვინ იქნებიან წინასწარ არ ვიცი. ჟიურიში ვინც იქნებიან, ჯერჯერობით სანამ შეფასების ის არ დამთავრდება, იქნება კონფიდენციალური, გარკვეული წინა გამოცდილებების და პრაქტიკიდან გამომდინარე, ასე მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგ ეტაპებზე უკვე ჟიურის ვინაობა გამოცხადეს უშუალოდ, როცა დამთავრდება თვითონ შეფასების ეტაპები ყველა. ღონისძიება სექტემბერში გადაწყვეტილია, ხო? ღონისძიება 25 სექტემბერს არის გადაწყვეტილი ნამდვილად, ლოკაცია ჯერჯერობით არ ვამბობთ, იმიტომ რომ გააჩნია რეგისტრაციების რაოდენობა, რამდენად დავეტევით, არ დავეტევით თუ პირიქით იქნება, თუმცა არის მოლოდინი, იმდენად საინტერესო ნომინაციებია მართლა და წელს ძალიან ბევრი სიახლე იქნება თვითონ ნომინანტებისთვისაც, წინა გამარჯვებულებისთვის, იმიტომ რომ ეს არის 10 წლის საიუბილეო, ასე ვთქვათ, დაჯილდოება და ჩვენ მათთან გვინდა რომ უფრო ასე ვთქვათ, გავამყაროთ და პლატფორმა მივცეთ, რომ თავისი ბიზნესების პოპულარიზაცია მოახდინონ ჩვენი პლატფორმით და უფრო ასე ვთქვათ, ბიზნესის ხელშემწყობ პლატფორმად გადავიქცეთ მომავალში. ეს როგორ წარმოგიდგენიათ, მაია თქვენ ახსენეთ, მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები თუ ერთი არის, რომ ჩვენ გვინდათ მაქსიმალურად პოპულარიზაციის კუთხით გავაქტიურდეთ და დავიწყოთ ისეთი აქტივობები, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზნებზე მათ გქონდეთ თავიანთი, ასე ვთქვათ, ბიზნესზე ხმის მიწვდენის, ასე ვთქვათ, უფრო დიდი აუდიტორიასთან კავშირის შესაძლებლობები. მეორე, მცირე და საშუალო
უშუალო ბიზნესისთვის და ასევე პრინციპში მსხვილი ბიზნესისთვის იქნება ხელშემწყობი პროგრამები. ჩვენი მხარდამჭერი კომპანიები პერიოდულად ჩაატარებენ ტრენინგებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად კონტენტის შექმნა, რა აქცენტები უნდა გაკეთდეს ამ დროს, ან როგორ უნდა მოახდინონ კადრების სელექცია და რეკრუტინგი, რა ასე ვთქვათ, ჰასპის სტანდარტებია დღეს და როგორ უნდა მოახდინონ ამისი ადაპტაცია. ანუ ყველა ის მნიშვნელოვანი პრაქტიკული, რაც ბიზნესის მართვის პერიოდში უშუალოდ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი არის კიდევ knowledge hub-ი, ცოდნის hub-ი იქნება, სადაც ჩვენ გვექნება პლატფორმა, სადაც ბიზნეს შეუძლია თავისი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. კვარტალურად ვაპირებთ, რომ იყოს კონკრეტული, ასე ვთქვათ, თოქები, ტურიზმ თოქები, სადაც წარმატებული ანტრეპრენერები, ქალები ტურიზმში გავნონ და თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ყველაზე მთავარი მაინც რა არის, აი რატომ უნდა მიიღოს სასტუმრომ თუ რესტორანმა თუ ობიექტმა, ტურისტულმა ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა. რა არის მთავარი სარგებლობა? ერთის მხრივ ბევრისთვის შეიძლება мотиваცია იყოს გამარჯვება, თუმცა გამარჯვება ვფიქრობ არ არის პირველხარისხოვანი, მნიშვნელოვანი არის ალბათ აღიარება. ჩვენ გვჭირდება წელიწადში ერთხელ მაინც ერთმანეთი დავაფასოთ, ვაღიაროთ ჩვენი მიღწევები, ჩვენი წინსვლები, იმიტომ რომ ფაქტიურად კოვიდის მერე ძალიან არასტაბილურია თვითონ ინდუსტრიაში მდგომარეობა, განვითარების კუთხითაც, ბიზნესის წარმოების და ოპერირების კუთხითაც, რეგიონში არსებული პრობლემების გამოც და ამიტომ როგორც არასოდეს მე ვფიქრობ ინდუსტრია სჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის აღიარება, დაფასება და ამის თუნდაც რაღაცა ერთი დღით აღნიშნვა. ტურიზმი და ის შემოსავალი, რომელსაც ეს სექტორი აგენერირებს, ნამდვილად იმსახურებს და ყურადღებას. ძალიან ბევრი სიახლე იქნება მათთვის გამარჯვებულებისთვის, აუცილებლად იქნება ვინ არიან თქვენი მხარდამჭერები? თუ ჯერ დრო გაქვთ? ჩვენ პრინციპში ახლა გვაქვს მოლაპარაკება, არ გვაქვს უფლება ჯერ ვინაობები, ასე ვთქვათ, და ინტერესი რამდენად მაგრამ ინტერესი ნამდვილად არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი არის, ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში, რომელიც დაინტერესებული არის ამ სფეროსთან, კომუნიკაციით, ინტერაქციით, ამიანთი პროდუქტების შეთავაზებით და ეს უნიკალური პლატფორმა არის ამ კომპანიებისთვის, რომ რაღაცა ამ ერთ სივრცეში ასე ვთქვათ, შეხვდნენ ყველა სექტორის წარმომადგენელს ინდუსტრიაში და თან ეს აღარ იყოს რაღაცა ერთდღიანი ინტერაქცია, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ძალიან რეგულარულად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ტურიზმის ადმინისტრაციასთან თუ თანამშრომლობ, თუ ითანამშრომლებ წელსაც, იმიტომ რომ გადავხედე წინა წლებს ყოველთვის ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, სხვა ტურიზმთან დაკავშირებული სიპები ყოველთვის იყვნენ. წლების განმავლობაში პრინციპში დაარსებიდანვე მთელი 9 წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ბევრი სხვა საჯარო სტრუქტურები და სააგენტოები იყვნენ ამ პროექტის მხარდაჭერები. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა იყვნენ შემდგომში, თუმცა მე ჯერჯერობით არ მიმართავს. ეხლა სხვა საორგანიზაციო ეტაპებს გავდივართ და ალბათ ღონისძიებასთან უფრო ახლო პერიოდში უკვე მათთანაც გვექნება, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ნახავთ პოზიციას. წარმატებები, welcome to Georgia's. ძალიან დიდი მადლობა. დრო გვაქვს ჯერ იმისთვის, რომ შემდეგ თვეებშიც ვისაუბროთ სიახლეებზეც, მათ შორის ამ პროექტის ფარგლებში, მაგრამ ცოტა ვისაუბროთ დღეს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებზეც და გამოწვევებზეც. ხშირად ვუსვამ სექტორის წარმომადგენლებს აქ კითხვას, რომ რატო გვაქვს ორი რეალობა, ბევრი მიმართულებით და მათ შორის ტურიზმში, უგულისხმობ იმას, რომ ბიზნესი წუხს და ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს მათთვის არის ნაკლები ტურისტი, არასაკმარისი ტურისტი და ვინც არის ნაკლებად მხარჯველუნარიანი. მთავრობა კი ორ მთავარ რიცხვს ასახელებს, ეს არის ვიზიტორების რაოდენობა და შემოსავლები ტურიზმიდან და აქ წინა თან შედარებით ის რა არის და თითქოს კმაყოფილები არიან. მე საერთოდ ვერ ხვდები, რატო დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ გვაქვს ორი რეალობა, იმიტომ რომ რა პრობლემაა, რომ ვაღიაროთ, რომ გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ იდეალური არაფერი არ არის ნამდვილად, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, გასაგებია შეიძლება მათ აქვთ კომუნიკაცია კმაყოფილ ინდუსტრიის წევრებთან, მაგრამ რატო უნდა დავაიგნოროთ ის დიდი, ასე ვთქვათ, რაოდენობა უკმაყოფილო განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, იმიტომ რომ პრინციპში პრობლემის აღიარება პირველი ნაბიჯი რომ შემდგომში მოვლაპარაკოთ რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ერთი არის საჯარო პოლიტიკა, მეორე მხრივ უშუალოდ სერვის პროვაიდერებიც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ეს დიალოგი და კომუნიკაცია შედგეს პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი რომ ვაღიაროთ რომ შეიცვალა ბაზარი, შეიცვალა ქვეყნების სეგმენტები, რომლებიც აქ შემოდიან, შეიცვალა გარკვეული განვითარების ტენდენცია
სანქციები შეცვალა COVID-მა, შეცვალა ომმა რეგიონში, შეცვალა კიდე ძალიან ბევრმა რაღაცამ, რაც შეგვეძლო გაგვაკეთებინა და მაგალითად არ გავაკეთეთ ან ვერ გავაკეთეთ და ვფიქრობ არის სივრცე განვითარების, ახალი პროექტების, ახალი სიახლეების, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეიცვალა, ვფიქრობ, გლობალურად სამყაროც და ჩვენ შეგვიძლია ფეხი ავუწყოთ ახალი პროექტებით, რაღაცა ინოვაციური, რაღაცა კრეატიული გადაწყვეტილებებით. ის რუტინული აქტივობები, რასაც ვაკეთებთ, შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ აღარ ყოფნის ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ ჩვენ ევროპული ბაზრები დავკარგეთ, ფაქტია, რომ ამ ბაზრებიდან ჩვენ გვყავდა სეგმენტები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს როგორც ტურისტული პროდუქტი და არა მაგალითად მოგზაურობა საქართველოში იაფად. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, მათ შორის საჯარო სტრუქტურებშიც, კერძოშიც, რომ არა ვართ ჩვენ მას ტურიზმის მიმართულება, ჩვენი პროფილია ნიშ ტურისტული პროდუქტების განვითარება, ჩვენი პროფილი არის ისეთი სეგმენტის მოზიდვა, ერთის მხრივ რომ არ იყოს ფასთან მიმართებაში ესეთი სენსიტიური, მეორეს მხრივ აინტერესებდეს ნიშ ტურისტული პროდუქტები და არ ჩამოდიოდეს აქ მხოლოდ იმიტომ, რომ იაფად დაისვენოს. ეს არის მომხმარებლის კუთხიდან. ასე ვთქვათ, სწორება შეიძლება არა, უბრალოდ აი ეს სურათია და ბიზნესიც ინდუსტრიის წარმომადგენლებიც აქ რომ ყავს, ყველა ამბობს იმაზე, რომ კი მე მერჩივნა რა თქმა უნდა ამერიკიდან მეტი ტურისტი ევროპიდან, მაგრამ ვერ ვხედავ. ესაც რეალობაა, მე მაგათაც რომ ყოფილიყავი დღეს საჯარო სექტორში ვიტყოდი, რომ გალფის ქვეყნები და ვიმუშაოთ. მე რო ვიყო დღეს საჯარო სექტორში ვიტყოდი, რომ ისიც რა არის გასაგებია, გვინდა მუშაობთ, მაგრამ რომ ჩავანაცვლოთ დაკარგული ბაზრები, ჩვენ ვიზიტავთ ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ასე შემდეგ და მოდით აი ხა რა გავაკეთოთ ერთად, რომ მოვიზიდოთ მაღალმხარჯველიანი ტურისტი, რა გვჭირდება, რა ტიპის მომსახურება, რა ტიპის ინფრასტრუქტურა, რა ტურისტული პროდუქტები, რა მარკეტინგული, ასე ვთქვათ, აქტივობები და გავაკეთოთ ეს ერთად, ჩაერთეთ თქვენს კერძო ბიზნესი, უკმაყოფილო რომ ხართ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა ეს პროცესები ორმხრივად იძაბება, იმიტომ რომ ერთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ფაქტზე არ ვთანხმდებით, რომ არის პრობლემა და პრობლემა არ არის მადამაის დატვირთვაზე ორიენტირებული, არის ფასებზე, იმიტომ რომ დღეს უკვე ბიზნესს უხდება ისეთი ფასების შეთავაზება, რითაც ხარჯებს ვეღარ ფარავს, ხარჯს ვერ ფარავს, ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი არის რეალურად ტურიზმის ინდუსტრია გლობალურად, ჩვენს ქვეყანაშიც და უკვე ამ ფასების შემცირების კუთხით ბევრი ცვლილებების და იმის გაკეთება უწევს, რაც პირდაპირ მე აისახება ადამიანებზე დასაქმებაზე, ინდმეწარმეებზე, რომლებიც არიან რეგიონებში მაგალითად, გარკვეული ტურისტული პროდუქტები საერთოდ აღარ არის აქტუალური, რითაც საქართველოს არის უნიკალური და საინტერესო მიმართულება და ეს რა თქმა უნდა არის დასანანი და ყველასთვის ესე უნდა იყოს. თქვენც გქონდათ და მართავდით ძალიან ლამაზ სასტუმროს, მეც ვარ ნამყოფი თქვენს ტერასაზე. გააქირავეთ, ხო? სწორი ინფორმაცია მაქვს. ჩვენ დავხურეთ, კი ბატონო, ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეხურა სასტუმრო ბიზნესი და იჯარით გაგვეცა, ასე ვთქვათ, სხვა კომპანიაზე. მიზეზი იყო, აი, იმიტომ რომ ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ რაღაც ისეთი ნარატივიც მოდის ხოლმე მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, ჩვენთან კი არ მოდიან, მაგრამ სხვა არხებზე, სამთავრობო ტელევიზიებში რომ უსმენ, თითქოს რაღაცა ბიზნესის პრობლემაც არის, რომ ჯამბურო ტურისტი არ ვიცი, შეიძლება ვერ მართავთ იქნებდა სახელმწიფო სამსახურშიც იყავით, კერძო სექტორშიც იყავით და შეიძლება ისე ეფექტურად ვერ მართავდი, როგორც ხო ვიმართავენ და კმაყოფილები არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ჩვენ მაგალითად სასტუმროში არ ქონდა დიდი დატვირთვის პრობლემა სეზონზე, არასეზონზე რა თქმა უნდა ქონდა, მაგრამ დიდმა კონკურენციამ და ამ ყველა გარემოებამ ბაზარზე გამოიწვია ის, რომ ფასები უკვე იყო ისეთი, რომ ვერ ვინახავდით, ასე ვთქვათ, სასტუმროს და ვერ ვისტუმრებდით ესე სტაბილურად ხარჯებს. დიდ სასტუმრობს ეს უფრო ვისაც მეტი ოთახების რაოდენობა აქვს, შეუძლიათ მაღალი დატვირთვით, ასე თუ ისე მაინც ამბოქაჩონო შემოსავლების კუთხით, მაგრამ ჩვენ ქონდა მხოლოდ 26 ნომერი და 26 ნომრის პირობებში უკვე შეუძლებელი იყო, ასე ვთქვათ, რაიმე ტიპის მოგების მარჟაზე გვესაუბრა თვიდან თვემდე უფრო იყო საუბარი. მაგრამ ფასები მოდიოდა და ხარჯებს ვერ ფარავდით, ეს იყო. ხარჯებს ხან ფარავდით, ხან ვერ ფარავდით, იყო არასტაბილურობა, იმიტომ რომ ხან კარგად მიდიხარ, მე რაღაცა ხდება, რუსული ემბარგო, მე ის, მე ან სულ რაღაცა ხდება რეალურად და პირველი ინდუსტრია, რომელიც ამ დარტყმას იღებს, არის ტურიზმი და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ხა
ბიზნესი, რომელსაც აქვს სესხი, რომელსაც აქვს ვალდებულებები, აი ესე რყევაში არის პერმანენტულად. ეხლა ეს გარე ფაქტორებია თუ შიდა ფაქტორებია უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ბიზნესი აღარ არის მე მიმზიდველი, რა თქმა უნდა. რა სახის ხარდაჭერა სჭირდება ასეთ დროს ბიზნესს? ისევ და ისევ თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რადგან საჯარო სექტორიდანაც შეგიხედავთ და კერძო სექტორშიც უკვე ქონდათ პრაქტიკა და გაქვთ. აი მათ შორის მე დასაწყისში აღვნიშნე ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირების საკითხი გაჟღერდა წინა კვირას ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა მსხვილმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გაჟღერა, რომელიც როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ფლობს სასტუმროებს და თქვა, რომ აი რეგიონებში განსაკუთრებით ეს არის მნიშვნელოვანიო. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს? თავისუფალი ეკონომიკის პირობებში არათანაბარი კონკურენციის შექმნა ბაზარზე მე საერთოდ არ ვეთანხმები. სუბსიდირების თემას საერთოდ არ ვეთანხმები, ისედაც იმიტომ ეს არის ხელოვნურად რაღაცის ასე ვთქვათ გაკეთება, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი არანაირი არ ექნება. თუმცა როგორც სტიმულს ისე რომ შევხედოთ, აი არ იქნება ეს სტიმული, იმიტომ რომ რამდენი ხანი გააკეთებ ამ სუბსიდირებას. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც სიმხელ ბიუჯეტი აქვს, რომ მთლიანი სფეროს სუბსიდირება გააკეთოს. გააკეთო ბრენდული და არ გააკეთო სხვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოადგენლებს, რომელსაც უფრო შეიძლება უჭირდეთ, ეს საერთოდ მგონია, რომ ძალიან უსამართლო იქნება. თავისუფალი ბაზრის პირობებში მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არეგულირებს მოთხოვნა. მოთხოვნაზე უნდა ვიმუშაოთ, სწორ მოთხოვნაზე, სწორ სეგმენტებზე, სწორ ბაზრებზე უნდა იყოს მუდმივი კომუნიკაცია საჯარო და კერძო სექტორს შორის, იყოს კონკრეტული პროექტების განხილვა, კონკრეტული რაღაცა აქტივობებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, სადაც კი ბატონო აიღებს კერძო სექტორის პასუხისგებლობას, რატომაც არ დავაკისროთ კერძო სექტორსაც პასუხისგებლობა, ის იქნება ჩართული ამ პროცესებში, გარკვეული პროცესი შეიძლება იყოს მათაც დელეგირებული, მაგრამ რაღაცა ერთობლივად ხდებოდეს შეთანხმება, რომ სად უნდა მოხდეს უფრო მეტად ინფრასტრუქტურის განვითარება, რა ტურისტული პროდუქტები, რა ფასები, რა სეგმენტები, მარკეტინგიც ძალიან კარგი გამოფენებზე მოწვება, ძალიან კარგი ინფოტური და ასე შემდეგ, მაგრამ ინოვაციების ეპოქა არის და ყველა რაღაცა განსხვავებულს ფიქრობს და აკეთებს და ალბათ რაღაცა სიახლეებზეც უნდა ვიფიქროთ. რა გავაკეთოთ, როგორ მივიქციოთ ყურადღება და როგორ ასე ვთქვათ, ვიხმაუროთ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, რომ აი აქ ვართ ჩამოდით ჩვენთან, იმიტომ კი არა რომ ტრენდი ხომ არ არის, რაზეც თქვენ ციფრული ტრენდებია უკვე ისეთი და აი ჩვენს ბაზარს მოერგებოდა და რაღაცნაირად ჩვენს ნიშასაც უფრო გამოკვეთდა და არის ბევრი საინტერესო, ეხა მაგალითად ესე კონკრეტული მაგალითები არ მახსენდება, თუმცა შემიძლია ერთხელ ცალკე ამ თემაზე. კი ბატონო, მაგრამ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმართულებები არის, სხვა ქვეყნები აკეთებენ და ალბათ რაღაცა ეს ტენდენციების ათვისება შეიძლება ნამდვილად ჩვენთანაც. აი მაგალითად დიჯიტალ ნომადების თემა იყო, რაღაცა გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რამდენად ბოლომდე არის მიყვანილი ეს თემა, არ ვიცი, არის კიდე რაღაცა სხვა მიმართულებებითაც შეიძლება რომ ჩამოიყვანო კარგი ესეთი მაღალშემოსავლიანი ადამიანები, რომლებიც აქ თუნდაც დაიბეგრებიან, სანამ ცხოვრობენ თავიანთი შემოსავლებით, რაღაცა ფულს შეიტანენ ეკონომიკაში, გადაიბსა რომ დახარჯავენ სასტუმროში და ასე შემდეგ. მარკეტინგული კუთხით ესეთი ციფრული ტექ ინოვაციების ბუმი არის, რომ საერთოდ ვფიქრობ, რომ აი მაგალითად ახლა გვაქვს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, ვიცი რომ დიდი ქსელის მართვა რაღაცა მუნიციპალიტეტების დონეზე არის ძალიან ძნელი, მაგრამ ამის გაციფრულება შეიძლება ძალიან საინტერესოდ ჩართო AI-ის კომპონენტი, რომელიც ყველაფერს გიყვება, გესაუბრება და ასე შემდეგ. თუმცა კერძო სექტორშიც იქნება ესეთი ინიციატივები და შეიძლება უკეთესადაც კი გააკეთოს კერძო სექტორი, მაგრამ ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა მე ვარ ახლა დღეს კმაყოფილი, შენ არ ხარ, არა შენ ხარ და შენ ფსევდო ექსპერტი ხარ, შენ არავინ არაფერს არ გეკითხება, საერთოდ ხმას ნუიღებ, არ უნდა იყოს ესეთი განწყობა, იმიტომ რომ ამითი შედეგი არ იქნება. ისიც ფაქტია, რომ აი მიუხედავად პოლარიზაციის, მათ შორის რაღაც ტურიზმშიც ესე მოხდა, ის ბიზნესმენები და ამიტომაც გავუსვი ხაზი, ვინც მეტნაკლებად და უფრო ლოიალურები არიან მმართველი პარტიის მიმართ, როცა მათი სასტუმროები არ არის სავსე, ან საკმარისად სავსე, ისინიც ამას ღიად ამბობენ და მათ შორის ლაშა პაპაშვილმაც ეს თქვა, რომ შეიძლება არიან, მაგრამ გააჩნია რა ხარისხის ახლა მას კონკრეტული ინიციატივა ქონდა სუბსიდირების სხვა შეიძლება უკეთესი ინიციატივა თქვას, ამიტომ
ну არის ფაქტია პრობლემა არის არასტაბილურობა, პრობლემა არის ფასები და პრობლემა არის ის რომ ქვეყანა მივდივართ უფრო მას ტურიზმის მიმართულებით, სადაც რაღაცა ისეთი ეგრეთ წოდებულ cheap destination იმაში ვიქნებით და ძალიან არ გვინდა ეს მას ტურიზმისკენ წასვლა არის არჩევანი აი ობიექტურად რო შევხედოთ თუ სხვა გზა არ არის ანუ რომ გვინდა იმ ქვეყნებიდან ნაკლებად ჩამოდიან თორე სტრატეგიებში ტურიზმის ადმინისტრაციისას საერთოდ არ ხდებოდა ხო აქ სტრატეგიაში პირიქით არის რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ნიშტურისტული ასე ვთქვათ მიმართულება გვინდა არჩევანი ეს არ არის ნუ რაღაცა გარემოებებმა ჩამოაყალიბა ეს მდგომარეობა რაღაცა ბაზრები ასე ვთქვათ დაუკარგეთ ხდება ამ ბაზრების ჩანაცვლება რაც სწორი სტრატეგია მე ისიც არ მიყვარს მაგალითად ინდოეთი არ გვინდა ჩინეთი არ გვინდა ეს არ გვინდა ანუ გვინდოდეს მაგრამ სწორი სეგმენტები გვინდოდეს ახლა აქ მნიშვნელოვანი არის რომ თუ დღეს ვერ ვიბრუნებთ ევროპულ ბაზრებს და ფაქტი არის რომ ვერ ვიბრუნებთ თუმცა მაინც შეიძლება ის პირდაპირ ესების რაოდენობა რაც ჩვენ გვაქვს იქაც რაღაცაები გაკეთდეს რომ მოვიზიდოთ ამ ბაზრებიდან და დავაბრუნოთ კონკრეტული რაოდენობა იმ ბაზრებზე რითაც ვანაცვლებთ უფრო შემოვიყვანოთ მაღალმხარჯველიანი სეგმენტი ანუ ალბათ აქცენტი აქ უნდა იყოს რა message box ვავრცელებთ ამ ბაზრებზე რა ტურისტულ პროდუქტებს უწევთ პოპულარიზაციას და რომელ ასე ვთქვათ არხებს და რა მარკეტინგულ ასე ვთქვათ ხრიკებს მიმართავთ არ არის ეს ადვილი ვიცი რომ არ არის მაგრამ ნუ ეს უნდა ვხედავთ სადოთ თუ ადევნებთ თვალს ტურიზმის ადმინისტრაციის რო არ მოგატყოთ ესე მუდმივად არ და ვერ ვადევნებთ ვადევნებთ იმიტომ რომ აქ კითხებს ორს არ მოდიან თუ მაგრამ როგორც ვიცი ანუ რაღაცა ესეთი რუტინული გამოფენები ინფოტურები რაღაცა ჟურნალისტების ჩამოყვანა თვითონ რაღაც შეხვედრები ესეთი ტიპის აქტივობები არის მაგრამ ალბათ აქტიურები არიან სხვათა შორის რაღაცა ახალი ავიამიმართულებების მიმართულებით ესეც ძალიან კაი წინაპირობა რო თუნდაც გზა რო ჩამოფრინდეს აი აღარ ყოფნის Forbes-ში დაიდო რაღაცა სტატია აღარ ყოფნის ეს უფრო მეტია გასაკეთებელი და უფრო მეტი აქტივობებია მე ესე ვფიქრობ შეიძლება ვწდები მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი კერძო სექტორის როლი რამდენად მნიშვნელოვანია იმაში რომ რაღაცნაირად საკუთარი თავი დაანახოს მათ შორის ტურიზმის ადმინისტრაცია სახელმწიფოს რომ იმ ბიუჯეტს რომელსაც ხარჯავს ადმინისტრაცია რაღაცნაირად გრძნობდეს ანგარიშ ვალდებულებას იმიტომ რომ ამ მიმართულებითაც ძირითადად უსაყვედურები მესმის ბიზნესის წარმომადგენლების ხუნდამის ღიად საუბრობს გამოწვევებზე რომ აი არ ვიცით რა საპირებენ არ ვიცით როგორია კალენდარი არ ვიცით კონკრეტულად რა ბაზრებზე კეთდება აქცენტი იქნებ ჩვენც ვეხმარებით იქნებ ჩვენც მაგ მიმართულებით უფრო მეტად ვაქტიურობთ ან თუ ჩინეთიდან მოგვყავს ძალიან ბევრი ტურისტი იქნებ ჩვენც უნდა მოვემზადოთ ხო იმიტომ რომ კერძო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ესეთი უშუალოდ სერვის პროვაიდერები არიან ისინი ქმნიან დოვლათს და გადასახადებს რითაც შემდგომში ხდება თუნდაც რაღაცა ბიუჯეტის გამოყოფა რა და დაგეგმვა კონკრეტული აქტივობების რატომ არ შეიძლება რომ აი ამ ბიუჯეტში შეტანილი კერძო სექტორის მიერ თანხები მოხდეს ასევე გარკვეული გადაწყვეტილების ასე ვთქვათ მიღების პროცესშიც იყოს იმიტომ რომ არის პრაქტიკა ესეთი გლობალურად არის ხოლმე ტურიზმის ბორდები სადაც ეს ბორდები არიან საჯარო სექტორის სააგენტოებთან ასე ვთქვათ ანგარიშვალდებულიც კი და ძალიან ახლო კომუნიკაციაში და ხდება ერთობლივად ბევრი რაღაც თემებზე გადაწყვეტილების მიღება არსებობს public and private partnership პრაქტიკა ძალიან ბევრი პლატფორმა არის სადაც შეიძლება ერთობლივად ბევრი რაღაცის კეთება მაგრამ ალბათ ერთის მხრივ უნდა იყოს რაღაცა პრობლემების აღიარების პრაქტიკაც იმიტომ რომ გამოწვევების გარეშე რა ვიცი ხა ეს იდეალური სამყარო არ არსებობს განსაკუთრებით ჩვენაირ ქვეყნებში და ჩვენ ქვეყანაში და უნდა ვაღიაროთ და რაღაცა გამოსავლებზე ერთად დავიწყოთ საუბარი მეცადე ხა გამეხსენებინა ბოლოს ტურიზმის ეკონომიკურმა გუნდმა რაზე თქვა რომ აი ეს არის ჩვენი პრობლემა მთავარიო მაგრამ ვერ გავიხსენე სამწუხაროდ არა და კომპლექსია რა მოხდა რომ თქვა რომ ეს არის ჩვენ ინდუსტრიაში ხა ხوارბა მახსოვს აქციების პერიოდში ითქვა ლევან დავითაშვილმა თქვა რომ ჩვენ როგორც ვიცით რაღაც ამ პროტესტის გამო კერძო სექტორს შეექმნა პრობლემა სასტუმროებს მაგრამ დემონიზაცია თუმცა მე ვთქვეს რომ არ ყოფილა სერიოზული პრობლემა რომლებიც რაღაცა ხმამაღლა ამბობენ ესეც ვატყობ რომ ჩვენ დრო იწურებამდე ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის და რადგან უწყვეტი პროტესტი გრძელდება და მთავარი სურვილი არის და მიზანი დაბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე. აი ამ გზიდან გადახვევა თქვენი აზრით
ტურიზმსაც რამდენად აზიანებს? რა თქმა უნდა, აზიანებს, იმიტომ რომ ის ბაზრები, რაც რეალურად ვერ ვიბრუნებთ, არის ამ კონკრეტულ კურსზე დამოკიდებული. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ევროპული კურსის დაბრუნება, ჩვენ ქვეყანას სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ქვეყანას სჭირდება ერთიანობა და წინსვლა და ამისათვის მნიშვნელოვანი არის ასევე საჯარო პოლიტიკაც. რა თქმა უნდა, შევცვალოთ გამჭვირვალე ეს და პოლიტიკა. ეფექტიანი. წერტილი რაც დავუსვათ მე ამ ქვეყანაში. რა დავასრულოთ? კაი კითხვა. წერტილი დავუსვათ კურსის მიმართ კითხვებს და საგარეო კურსის მიმართ. მადლობა. წარმატებები თქვენ და Welcome to Georgia-ს გულშემატკივრად. დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა Welcome to Georgia-ს დამფუძნებელი პარტნიორი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.